აქაც 80-იანი წლები ეს იყო პერიოდი, როცა მოდი ასე ვთქვათ, ელიტური ახალგაზრდობა მიუბრუნდა ეკლესიას. ხო, რაღაცნაირად გახდა, cool ინგლისურად რო ვთქვათ, რაღაც კარგი პონტი, ასე ვთქვათ, ქართული ჟარგონით, ეკლესიის სიონში შეარული, სადაც დაკრძალავენ პატრიარქს და განსაკუთრებით იმ დღეს, როცა პატრიარქი გადაგებდა, ჭირავდა, იმიტომ რომ პატრიარქი იყო ამავე დროს ახალგაზრდა პატრიარქი, ხო, ახლა ჩვენ გვახსოვს 90 გადაცილებული, მაგრამ ის იყო ახალგაზრდა პატრიარქი და რაღაც ქარიზმატული პატრიარქი შეიძლება ითქვას, ანუ მომხიბვლელი ძალიან. კი, და გარკვეულად მის გამო დაიწყო სიარული, ჯერ ეს იყო მცირე ჯგუფი, ასე ვთქვათ, დღეს რო ლიბერალურ ბაბლს ვეძახით დაახლოებით სოციალურ-პოლიტიკური ასე ვთქვათ, მაშინდელი აკაცოხები მაშინდელი ახალგაზრდა ელიტა და განათლებული ხალხი და რაღაცა, ხო? ანუ ეკლესიაში სიარული გახდა რაღაც აი ეს ნაწილი და ბევრი ადამიანი, ჩემი თაობის შეიძლება და უფრო მეტად ჩემზე ახალგაზრდა შედარებით არა მარტო უბრალოდ კი არ დადიოდა, არამედ გახდა ეკლესიის სახური, ხო, რაღაცნაირად ან სტიქაროსანი ან რაღაც კარიერა, ასე ვთქვათ, ეკლესიას და ეროვნული მოძრაობის ჩანასახთან დაპარალელებული იყო, ხო? ჩვენი შიოც ამ ტალღის ადამიანია, ხო, რომ აი ეს თაობაა, რომელმაც დაიწყო სერიოზულად განხილვა ასე ვთქვათ, ეკლესიასთან რო დაიკავშირებინა თავის ცხოვრება, რატომ? და ესეც ადვილია გასაგები, ერთი გასაგები რომ კომუნიზმი ათეიზმია და ეს რაღაც კომუნიზმის ალტერნატივა იყო, მაგრამ ეს იყო ასე თუ ისე ერთადერთი არაკომუნისტური ეროვნული ინსტიტუტი. ხო, ახლა გასაგებია რომ შეიძლება ვთქვათ, რომ წინააღმდეგობაში კომუნისტური იდეოლოგიასთან კავშირები და ფარული და რაღაც ასეთი, მაგრამ რეალურად, ობიექტურად ეს არაკომუნისტური იდეების საჯაროდ, ასე ვთქვათ, გავრცელება და მოსმენა და ქადაგება შეიძლებოდა ეკლესიაში. და თან ქართული ეკლესია იყო ეს, ხო? ნაციონალური ელემენტი მნიშვნელოვანი იყო აქ ძალიან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მართალია სხვაგანაც იყო ასეთი ტენდენციები, მაგრამ საქართველოში ეს ილიას მოსვლას დაუკავშირდა. და როგორც თქვი, ილიას ქარიზმა ყოველთვის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ამ ელემენტის. შემდეგი პერიოდია ზვიად განსახურდია ძალიან კომპლექსური ურთიერთობა. დღეს შეიძლება უფრო ითქვას ზვიად განსახურდიას მომხრეები უფრო დრამატულად იხსენებენ, ასე ვთქვათ, ცუდ ურთიერთობას ზვიად განსახურდიასა და პატრიარქ შორის და ყველაზე მწვავე კრიტიკოსები პირადად ილიასი შეიძლება ითქვას, სწორედ აი ზვიად განსახურდიას მომხრეთა წრიდან არიან, მაგრამ თვითონ იმ წლებში, ხო, როდესაც იქ ვიყავი, ხო, ასე თუ ისე ეს არ იყო საჯარო დისკუსიის საგანი მაინც და მაინც კი შეიძლება რაღაც წრეების, ვინც ახლო იყო ზვიადთან და ახლო იყო რაღაც აი ამ ნაწილთან, შეიძლება იქ განიხილებოდა, მაგრამ ზოგადი ხედვა იყო, რომ აი ეროვნული დამოუკიდებლობა და რაღაც ეკლესიაში დაბრუნება ეს რაღაც ერთი მედლის ორი მხარეა, ხო, რაღაც. ხო, თუმცა აი ეგ გაჩნდა ალბათ ყველაზე პრობლემური ნაწილი, როცა განაპირობა მისი მთელი ხედვის ჩამოყალიბება რა გაგებით. გამსახურდიას ჰქონდა იდეები და აზრები იმის შესახებ, რა იყო პრობლემა ეკლესიაში, როგორ უნდა გამოსრულიყო ეს პრობლემები და როგორ უნდა ყოფილიყო საერთოდ ეკლესია. საქართველოს არც ერთ მმართველს დიდად ეხა რა შეხებაც პოლიტიკასთან ქონია იმ კომპონენტში შეიძლება და თავიანთი რაღაცა წარმოდგენება, მაგრამ თვითონ ეკლესიის სტრუქტურაზე არც ბევრი რამ არ იცოდა, არც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა, არც ივანიშვილმა. ამან ეს გამსახურდიას აინტერესებდა. და სხვა შორის ეს მისი წინააღმდეგობა გამსახურდიასგან აქედანაც მოდის. მას გარე მოთამაშეების მხრიდან ეკლესიასთან აკავშირებს აზრების ხონა. ახლა ის ვთქვათ, ჭორები რომ გამსახურდიას აქვს პატრიარქობის პრეტენზია. კი ბატონო. კი ეს ამაზე საუბრობდა ხალხი, ხო, მაგრამ ბოდიში ბატონო, ამასერად გამსახურდიას გამოსვლებს თუ ჩვენ მოусმენთ, ხო, იმ პერიოდის გამოსვლებს იმდენად გაჯერებულია ის რელიგიური ნარატივებით და ის პრაქტიკულად ქადაგებელია, გასაგებია რომ მას ის რასაც ქადაგებს და რაღაც ნაწილში ბევრად უფრო ქარიზმატულად ვიდრე თქვა პატრიარქ შეიძლება გამოსცეთ, ამიტომ ეს კონკურენცია რელიგიური ნარატივის ფლობისა უნებრივად არსებობდა. ხო, ანუ გამსახურდია იყო პატრიარქის კონკურენტი ფაქტობრივად, გასაგებია რომ ის ჭორად დარჩა მისი შეიძლება არ ვიცი მართლა ქონდა ეს იდეა პატრიარქობისა თუ არა, მაგრამ
როგორც ერის წინამძღოლი, რომელსაც რაღაც ამ წინამძღოლობაში რაღაც მისტიკური ელემენტი სულიერი მისიით. ხო, სულიერი მისია და ასე შემდეგ, ხო, ესე იგი, ამიტომ რაღაც დაძაბულობა იყო, მაგრამ ეს დაძაბულობა მაინც ამ დაძაბულობაზე იცოდა რაღაც პოლიტიკური ელიტის რაღაც ნაწილმა და ფართო საზოგადოებაში ეს არ ჩანდა. ფართო საზოგადოებაში ჩანდა, რომ აი რაღაც მივდივართ ქრისტიანობისკენ და მივდივართ დამოუკიდებლობისკენ და ეს რაღაც ერთი რამეა. შევარდნაძე არის ალბათ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა შევარდნაძესთან, ხო, ანუ ჰარმონია, სიმფონიას რო ამბობენ, ხო, რაღაც მართლმადიდებლური სიმფონია, თანხმიერება ქართულად რო სინერგია. ამ ტერმინის გამოყენება უყვარდა ხოლმე თავად. მონათლა კიდეც თუ არ ვწდები. ტერმინი არის სიმფონია, ყოველ შემთხვევაში სადაც იყო მართლა სიმფონია, ეს იყო შევარდნაძის და პატრიარქის ურთიერთობა. შევარდნაძეს ძალიან ჭირდებოდა პატრიარქი, იმიტომ რომ მას ჰქონდა მწვავე დეფიციტი ის თქვა ლეგიტიმურობის, რომელიც არ ჰქონდა არც ერთ სხვა მმართველს დასაწყისში განსაკუთრებით, ამიტომ ლამის აეროპორტიდან პატრიარქთან წავიდა პირდაპირ აეროპორტიდან სიონში წავიდა. ხო, და რაღაცა გახდა გიორგი. ხელახლა მოინათლა, თუმცა მონათლული იყო და ასე ვთქვათ, როცა გადადგომა და ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დამახსოვრებული ამბავია, რომ მონათლა და გიორგი და ასევე გვახსოვს, ვისაც გვახსოვს 90-იანი წლებიდან ეს არის დაჩოქილი ხალხი და იქ შევარდნაძეს გვერდით უდგას პატრიარქი. ანუ პატრიარქმა ფაქტობრივად აკურთხა იმ ღამეს შევარდნაძე. ლეგიტიმაცია მისცა მას. ხო, და ეს ფაქტობრივად კურთხევის ეკვივალენტი იყო. ეს ანუ პრაქტიკულად ასე კოლექტიურ მეხსიერებაში დარჩა, რომ ის გადადგა, მაგრამ პატრიარქმა დააბრუნდა. ხო, რაღაც ასეთი რამე მახტისა და ხმაერისა, როგორც და ეს ასე ვთქვათ რიტუალები და ვიზუალი და მნიშვნელოვანია ხალხის აღქმისთვის. ხო, ამიტომ ეს იყო მართლაც და ჰარმონიული ურთიერთობა, თუმცა ნუ უნდა ვთქვათ და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით პატრიარქის სასარგებლოდ ძალიან რომ როცა ძალიან გაუჭირდა შევარდნაძეს 2003 წლის ასე ვთქვათ 23 ნოემბერი იყო თუ 22 იყო ხო პარლამენტში იქ შეეძლო მისვლა პატრიარქს და რაღაც სხვა სცენარი იქნება. სხვა დინამიკა შეიქმნება. ხო, პატრიარქთან დასწრებით შეიძლება ბარდების რევოლუციად ეს მოვლენა არ დაგუმახსოვრებოდა. ანუ ბაშოს იქ შევარდნაძე ბოლო მომენტამდე ცდილობდა ამ კარტის გამოყენებას. იქ ამბობდა რაღაც მომენტში მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ამით უნდა რომ შეაჩეროს. აი შეაჩეროს ეს შესული ხალხი. ხო, ფაქტობრივად სიტყვა დაიწყო პატრიარქის მადლობით. ხო, რომელიც ვერ დაამთავრა, როგორც ვიცით, ხო? და მე საიქ აჩერებდა ამით, მე პატრიარქს ვლაპარაკობ, გაჩერდით. ანუ ყველაზე რო ჩამოვიდა, მაშინ იყო ყველაზე სუსტი და მე უკვე ნოემბერში იყო 2003 წლის ყველაზე სუსტი და მაგრამ იქ პატრიარქი დაიხმარა, აქ პარტიარქი აღარ დაიხმარა. ლეგიტიმაციის რაც მიაწოდა, მე გამოეცალა იქვე მის მხრიდან. თუმცა ეს ურთიერთობა მაინც იყო ცეკას პირველი მდივნისა და პატრიარქის ურთიერთობა, ანუ პატრიარქი მაინც შიშით უყურებდა შევარდნაძეს. ხადია, ანუ მას საბოლოოდ ყარად იგრძნო თავი მას შემდეგ რაც შევარდნაძე წავიდა. შევარდნაძე განიხილებოდა როგორც მაინც უფროსი.